წარმოიდგინე, რომ დემონი ვარ. შემიძლია აგისრულო ნებისმიერი სურვილი. მანქანა, ფული, ქარიზმა, გავლენა, ფიგურა, სტატუსი, ქალები, კაცები, რაც გინდა. მაგრამ სანაცვლოდ მსხვერპლად რას შემწირავ? თუ ფიქრი ცხოველების შეწირვისკენ წაგივიდა, დროა-დროს დაეწიო. სულელური რომანტიზმის გარეშე გეკითხები, რა გაქვს ცხოვრებაში ისეთი, რასაც შემწირავ? დრო, ფული, ინტერნეტი, ამბიციები, მენტალიტეტი, აი ასეთ რამებს სიამოვნებით წაგართმევდი. მოგესალმები ჩრდილიდან, მე ვარ კაგე. მოგიყვები მსხვერპლად შეწირვის ძალაზე, იმ უძლიერეს ინსტრუმენტზე, რომელსაც წარმატებული ადამიანები იშვიათად ახსენებენ საჯაროდ. ბევრი გიყვებათ, რომ წარმატებისთვის უამრავი დრო უნდა დახარჯო. იშრომო, განვითარდე, ეძებო მოტივაციის წყარო, გამოიმუშავო დისციპლინა და ასე შემდეგ. მე გიგთავაზობ საპირისპიროს. ბევრად ნაკლები გააკეთე და ბევრად მეტი მიიღე. მაგალითად, დავუშვათ შენი მიზანია ძლიერი პიროვნული ქარიზმის შექმნა, რომ სოციალური გავლენები გაზარდო. ამისთვის გჭირდება 3 რამ: დრო, მოტივაცია და ინფორმაცია. დროის მოსაპოვებლად უარი უნდა თქვა ზოგიერთ ჩვევაზე, გაუთავებელ სკროლვაზე, სერიალებზე, ზედმეტ კომუნიკაციაზე. მოტივაციის მოსაპოვებლად კი უნდა შეძრო ყველაზე დიდი მარტივი დოფამინის წყაროები. ისევ და ისევ უსასრულო სკროლვა, პორნოგრაფია და სექსუალური კმაყოფილება, ვიდეო თამაშები, სერიალები, ფილმები, ალკოჰოლი, მოსაწევი და სხვა თრობები. ჭამის დროს ბოლომდე გაძღომაც კი. ანუ შავ ბერად კი არ უნდა აღიკვეცო, არამედ მინიმუმამდე უნდა დაიყვანო ის, რაც გადებილებს. და როცა ამ ყველაფერს შეწირავ, მოტივაცია აღარ იქნება ის, რასაც იძულებით ქმნი, ის თავისით გაგავსებს. ინფორმაციისთვის კი შეგიძლია შეწირო ფული, ანუ იყიდო კარგი კურსები ან მენტორი აიყვანო, იმის ნაცვლად, რომ წლები დახარჯო უფასო ინფორმაციის ნაწილებად შეგროვებაში და შემდეგ პრაქტიკაში აღმოაჩინო, რომ ნახევარი არ მუშაობს. ეს ყველაფერი ჰგავს ალქიმიას. შენ გაქვს ალტარი, შენი მიზანი, მასზე პატარა ცეცხლი ანთია, შენი ენერგიის განსახიერება. რაც უფრო მეტ საწვავს, ანუ სისუსტეებს, ცუდ ჩვევებს, ზედმეტ კმაყოფილებას, შეაგდება ამ ცეცხლში, მით უფრო ძლიერად აინათება და მით მეტ სიმსუბუქეს და თავისუფლებას მოგცემს. საიდუმლო მარტივია, მიზანს რომ მიაღწიო, არამხოლოდ უნდა მიდიოდე წინ, არამედ უნდა მოიშორო ზედმეტი ტვირთი. როდესაც ხვები მარათონს გარბიან, შენ უბრალოდ ფეხებზე მიბმულ სიმძიმეებს იხსნი და თავისუფლად მინარნარებ. ეს უდიდესი ბიძგი იქნება, რომელიც ძალიან გაზრდის შენს შანსებს და შესაძლებლობებს. მოკლედ, კიდევ ერთხელ გადახედე შენს გარემოს, უარი თქვი ზედმეტზე, ადგილი გაათავისუფლე საჭიროსთვის და ინებივრე შენი გამარტივებული გზით, მაშინ, როდესაც ხვები კედლებს შუბლით ეჯახებიან.